დეკანოს კონსტანტინე ჯინჯარაძის შეკითხვის პასუხობს არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე. კითხვა ნომერი 6. ვარღვით თუ არა ჩვენ ღვთის მცნებას მოყვასი სიყვარულის შესახებ, როცა ვამხელთ ძმის ცოდვას? პასუხი: მცნება მოყვასი სიყვარულის შესახებ პირველ რიგში საქმიან ზრუნვას, განცდას, თანაგრძნობას გულისხმობს. როცა მოყვასი ჭეშმარიტ გზას აცდება, გაუწიოთ მას დახმარება, დაუბრუნოთ მართალ გზას. მაგრამ არსებობს საკითხის მეორე მხარე. როგორი მოქმედება უფრო ნაყოფიერი სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში და როგორი კადნიერება გაგვაჩნია ღვთის წინაშე ვიტვირთოთ ძმის ნეულების კურნება. ამ საკითხს არც თუ მცირე წინდახედულობა სჭირდება. წმინდა წერილი ხშირად გვასწავლის, როგორ შევაგონოთ მოყვას. ესაიას იგავში წერია: ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია. 27 თავის მეხუთე მუხლი. იქვე მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ წყალობას ნახავს, ვიდრე ლაქარდიანი ენის პატრონი. 22 თავის 23 მუხლი. მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი, ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე. ლევიტელების 19 თავი მე-17 მუხლი. როცა ბოროტეულს ვეტყვი, სიკვდილით მოკვდები მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს. მოკვდება ბოროტეული თავისი უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ. თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოექცევი თავის ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება. შენ კი გადარჩენილი ყავს შენი თავი. ეზეკიელის 3 თავი მე-18-19 მუხლი. შემდეგ ხოლო თუ შენი ძმა შეცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია ძმა შენი. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდეც ერთი ან ორი სხვა. მათეს სახარების მე-18 მუხლი, მე-15, მე-16. თუ შენმა ძმამ შეგწოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე. ლუკას მე-17 თავის მე-3 მუხლი. ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევით მისი ცოდვილების გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს. იაკობის მე-5 თავი მე-19, მე-20 მუხლი. მაგრამ მეორეს ხრივ, რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც კი არ ამჩნევ? ჯერ შენი თვალიდან ირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღე ბეწვი შენი ძმის თვალიდან. მათეს სახარების 67, მე-3, მე-5. ესე იგი, წუხილი მოყვასის განკურნებისათვის აუცილებელია და იგი განუყოფელია ქრისტიანული სიყვარულის გაგებისაგან. მაგრამ გადახედვას მოითხოვს ისიც, საიდან მომდინარეობს სურვილი ამხილო ძმა. ჭეშმარიტია თუ არა მოშურნეობა მოყვასის გადასარჩენად. თუ ეს ჩვენი მოუთმენლობაა, გაღიზიანება, სიფიცხე ან მედიდურობა, რომლებიც გვაბრმავებენ და აბუქებენ ძმის ცოდვას. საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ არის ცოდვები, რომელზედაც წუხს, რომელსაც ინანიებს, მაგრამ ჯერ არ ძალუძს მათი დაძლევა. ამ შემთხვევაში საჭიროა მოთმინება, ლოცვა, შემწყნარებლობა, ღვთისწყალობის ლოდინი და არა მკაცრი მხილება და დაჟინებული ძალდატანება ძმაზე. მაგრამ თუ კი მოყვასი ცდება რწმენის საკითხებში, აქ ლოდინი დაუშვებელია და შეცდომა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. არასწორი რწმენა ხომ ყველა ცოდვაზე სახიფათოა. იგი უნაყოფოს ღვთის თვით ყველაზე სათნო გარეგნულად ცხოვრებას.